იაპონელებმა ადამიანებზე მორგებული კუდები შექმნეს. こう右にずれると尻尾が左に触れたり ამ კუდის შექმნელები ამბობდნენ, რომ ისინი დააკვირდნენ სხვადასხვა ცხოველებს, როგორებიც არიან მაიმუნები, კატები და ასე შემდეგ და მიხვდნენ, რომ მათთვის კუდი ძალიან დიდ როლს ასრულებს, ეხმარება მათ კოორდინაციაში, წონასწორობის შენარჩუნებაში და ნაკლებად ეჯახებიან ირგვლივ მყოფ საგნებს და ბევრად უფრო კარგად გადაადგილდებიან გარემოში, ვიდრე უკუდო არსებები. კუდის შემქმნელებმა იფიქრეს, რომ ეს მოწყობილობა ყველაზე მეტად გამოადგებოდა მოხუც ადამიანებს, რომლებსაც ძალიან უჭირთ კოორდინაცია და აქედან გამომდინარე ხშირად ეცემიან, ეჯახებიან სხვადასხვა საგნებს და აქვთ გადაადგილების პრობლემა. ეს კუდი არის რობოტიზირებული მოწყობილობა, რომელიც აი ესე მაგდება, უერთდება ადამიანის სხეულს, რეაგირებს როგორც ადამიანის მოძრაობებზე, ასევე მის განწყობაზე და ხასიათზე და ამის მიხედვითაც კი იცვლის ფორმას. მე ცოტა არ იყოს, ვერ ვხედავ ამ მოწყობილობაში აუცილებლობას და რატომ დახარჯეს ამდენი თანხები და ამდენი შრომა მსგავს რაღაცაში მართლა ვერ ხვდები. თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით? როგორც ყოველთვის ველოდებით თქვენს კომენტარებს.